ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც არსებობს ჩვენ შემთხვევაში, წარმოებლების შემთხვევაში, ეს არის ეგრეთ წოდებული საერთაშორისო ტერმინით რითეილებთან ურთიერთობა, ქართულად მოსახლეობისთვის გასაგებად საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობის პრობლემა. ერთ-ერთი. გამომდინარე, როგორც თქვენ ბრძანეთ, ასიმეტრიული ურთიერთობის ფაქტიდან ადგილი აქვს წლობით და აწლეულობით უკვე შეიძლება ითქვას მიმწოდებლების მიმართ და განსაკუთრებით ტკივნეული ეს არის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, დისტრიბუტორებისთვისაც და ყველასთვის, იმპორტერებისთვის, მაგრამ მე როგორც მწარმოებელი ვლაპარაკობ მათი სახით და მათი სახელით, იმდენად ასიმეტრიული სიტყვა ვიხმაროთ, იმდენად არათანაბარი და ყველაზე სწორი სიტყვა ამ შემთხვევაში იქნება უსამართლო პირობები აქვს დაწესებული, რომ რაიმე განვითარებაზე, წინსვლაზე კი არა, თავის გადარჩენაზეა საუბარი. მე თითოეულ ჩემს სიტყვას, ყველა ჩემს გამოსვლაში ამ საკითხთან დაკავშირებით ხაზს უსვამ, რომ პასუხს ვაგებ თითოეულ ამ სიტყვაზე. აქ საუბარია თავის გადარჩენაზე და არა იმაზე, რომ განვითარდეთ. თუ ამ საკითხს არ მიეხედა, ჩემი წარმოებას და ბევრი სხვა ღმერთმა დაიფაროს პირდაპირ ხვალზე დაკოტრების პირას ვიქნებით, ვართ უკვე პირას და შეიძლება აი ჩაგეკითხებით, აი კონკრეტიკაზე რომ გადავიდეთ, აი მაგალითად თქვენს პირობებში, აი რა პროცესებს ამ ასიმეტრიულ ურთიერთობებში, რა რეკომენდაციას მოგცემთ, რას შეცვლიდით? აი პირველ რიგში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვიმყოფებით პარლამენტში და ამას დიდი ხანია ვამბობთ, გარკვეული თამაშის წესების დაწესება. რასაც მე ხედავ და რასაც მე უყურებ და ეკონომიკა ჩემთვის უცხო სფერო არ არის, ბიზნესშიც დიდი ხანია ვარ, განათლებითაც, საზღვარგარეთაც MBA მაქვს დამთავრებული, ასე რომ ეკონომიკა ისეთი პროცესია, რომ სჭირდება გარკვეული რეგულაციების დაწესება. ისევე როგორც სხვადასხვა დარგებში, საქართველოში და ყველა სხვა ქვეყანაში, როგორც არის გარკვეული რეგულაციები დაწესებული, ზოგიერთ დარგს სამინისტრო აქვს, ზოგიერთს არ აქვს სამინისტრო, მაგრამ არის საკანონმდებლო აქტები, სარეგულაციო აქტები, რეგლამენტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთადერთი დარგია ვაჭრობა, რომელშიც არაფერი არ არის. ერთადერთი ინსტიტუტი სახელმწიფოს მხრიდან ჩართული ამ სფეროში, როგორ არის ჩართული ეს ალბათ შემდეგი დისკუსიის საგანია, ეს არის ეგრეთ წოდებული კონკურენციის სააგენტო. ადრე ანტიმონოპოლიური სამსახური ერქვა, რომლის შედეგები საქმიანობის ძალიან დიდ პატივს მათ ხელმძღვანელობას ადამიანურად, პიროვნულად ძალიან კარგი ურთიერთობები მაკავშირებს, მაგრამ სამწუხაროდ უფუნქციო დაწესებულება. და ირონია, ბედის ირონია, რომ თავის დროზე თქვენ ბრძანებთ, რომ დღევანდელ ბაზარზე, სექტორში ურთიერთობები იმდენად მძიმე არის, რომ ჯაჭვის ზემოთყოფ სუბიექტს აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება აბსოლუტურად შეუზღუდავი ძალაუფლება დინამიკის გავლენის შექმნას. აი, მე რა მაინტერესებს ბაზარზე თქვენ ახსენებთ საცალო ქსელები. აი, შესვლის რაიმე კონკრეტული ბარიერები არსებობს, რომ მაგალითად წარმოებელს აქვს შესვლის ბარიერები, ანუ დამატებითი ხარჯები იმისთვის, რომ საკუთარი პროდუქცია განალაგოს ქსელში. აი, როგორი ბარიერები არსებობს და რა ტიპის? ამ ბარიერებს ცივილიზებული ტერმინი აქვს შემოღებული, ქვია კომერციული პირობები, რომელიც მთავარი კომპონენტი გახლავთ ეგრეთ წოდებული cashback-ი. მეორე კომპონენტი გახლავთ შესვლის გადასახადი, მესამე კომპონენტი გახლავთ ადგილზე თაროს გადასახადი, მეოთხე კომპონენტი გახლავთ ვალდებულება, რომ რამდენ მაღაზიასაც გახსნიან, შენ ყველგან უნდა შეხვიდე. მეხუთე კომპონენტი, ძალიან მოკლედ ვამბობ, მე გავშალოდი. მეხუთე კომპონენტი გახლავთ, რომ მათ რასაც ფასს მიაწვდი და რასაც ასე შეუთანხმდები, ვალდებულებას გაკეთებენ, რომ სხვას ამაზე იაფად არ მიუტანო. გადახდის ვადები, ძალიან მძიმე ვადებია. ეს არის 1 თვიდან 45 დღემდე. განსაკუთრებით მტკივნეული ეს ის პურ პროდუქტებზე, რძის პროდუქტებზე, მათ თქვენ უკვე შეხვდით. ანუ პროდუქტები, რომელიც იყიდება 2 დღეში, მაქსიმუმ 2 დღეში, ნარჩენს უპირობოდ ვიბრუნებთ და დარჩენილ თანხას, რომელიც მათთან უკვე შესულია, გვიხდიან 45 დღის მერე. უზარმაზარი პრობლემაა. პირდაპირ ქეშის წაღებაა კომპანიიდან, პირდაპირ, რასაც ქვია ქეში გულისხმობ უკაცრავად ამ
ასე ვთქვათ, ვალდე, ხო, ნაღდი ფულის მასას გულისხმობ, რომლის შესავსებად, რაც თქვენ ახსენეთ, სამუშაო კაპიტალი, ჩვენ მივდივართ ბანკში. მათ კი ჩვენს ხარჯზე უფასო არასაბანკო წყაროდან ყოველგვარი პროცენტისა და ყოველგვარი დანამატის გარეშე გარანტირებული თანხა აქვს საბრუნავად. დაგვიჯდა 2 ლარი წეღანას ერთეული პროდუქტი. შემდეგ ხელშეკრულების პირობების მიხედვით, რომელიც გაფორმებული გვაქვს თითოეულ ქსელთან, ეგრეთ წოდებული კომერციული პირობის მიხედვით, ამ ქსელთან ურთიერთობა დაფუძნებულია 45%, 35%, 25%, სხვადასხვასთან სხვანაირად. ერთ-ერთი პროდუქტი ჩემი 45%-იან კეშბექს გულისხმობს. ეს ტელევიზიითაც თქვი იმ დღეს დებატების დროს. ამ ფასს ავტომატურად ეს 45% ემატება. ეს კეშბექი. ახლა 45 დღე რომ არ მომცა ფული, დოგმა 30 დღე. წავედი ხომ ბანკში, კეში მჭირდება და ბანკის პროცენტებზე თუ გინდა ცალკე სხდომა გავმართოთ რა ხდება საქართველოში ეგ სხვა თემაა. 16-17% ლარზე სესხზე წარმოებას ხელი გავაკეთე. ეს სესხი თუ ლიზინგზე წახვალ, რომელიც აუცილებელი კომპონენტია მთელ სამყაროში, ეკონომიკურად განვითარებულ თუ ნაკლებად თუ წარმოებისთვის დანადგარი ამისთვის არის მოგონილი ლიზინგი და არა საქართველოში როგორც არის ჯიპების საყიდლად. 22-24% წლიური. ისინიც ბანკების ქვეშ არიან, მაგრამ მოდი ამ თემას თავი გავანებოთ მე როგორც ამ სფეროს მიმართ შედარებით ზედაპირული კარგად ვიცი, მაგრამ მაინც არაკომპეტენტურად ჩავთვლი თავს, ეს ცალკე თემა. მაგრამ წავედი ბანკში და ავიღე ეს სესხი და საოპერაციო ხარჯები ამით დავაფინანსე. ეს კიდევ ერთი ამბავი. შემდეგ ამას დაედო მაღაზიის მარჟა, კეშბექი არ გეგონოთ რომ მარჟას გამორიცხავს. მარჟა დაედო კიდე 20%, 22%, 25% კომპანიას გააჩნია, პროდუქტს გააჩნია. ანუ ამაზე და კიდე ამას DGG და თაროზე დევს ის ფასი. ანუ იმიტომ თქვი 2 ლარით, ბოლოს გამოდის 6 ლარი. მაგრამ ახლა უყურეთ რა ხდება. მათ აქვს სისტემატიური აქციების ასე ვთქვათ, პოლიტიკა. და ჩვენი მოსახლეობა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამას არ განვიხილავ ახლა, უკვე ძალიან კარგად არის მიჩვეული ამ აქციების, ასე ვთქვათ, აქციების სამყაროში ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის იმიტომაც, რომ მათი ფინანსური შესაძლებლობა დღესდღეობით ჯერჯერობით არ აძლევს საშუალებას. ზეპირად იციან, რომელ პროდუქტზე მოსახლეობას გულისხმობ. და ამიტომ ეს აქციები არის ის პროცესი, რითაც ისინი სტიმულირებენ გაყიდვებს. ვამატებ ერთ კომპონენტს აქციებთან დაკავშირებით, ხშირად ხდება პარადოქსული სურათია, სააქციო ფასი ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე მიწოდების ფასი. აი ამის გამო, რომ აი ამ ხელა კეშბექის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი, ახლა ობიექტურებიც უნდა ვიყოთ, რომ ამ სააქციო ფას პერიოდის დროს ჩვენ აღარ გთხოვენ ფასდაკლებას. ამ კეშბექიდან ფინანსდება ეს და აქ სხვა პრობლემაა დამალული. აქ არის კონკურენციის მოსპობის საკითხი. ანუ სხვა პატარა მაღაზია, ვთქვათ, არა ის სავაჭრო ქსელი, ან ის სავაჭრო ობიექტი, რომელსაც ეს პირობები არ აქვს, მასთან იგივე პროდუქტი უფრო ძვირი დარჩა თაროზე და ის ვეღარ ყიდის. პატარა ქსელები ახსენე და საქართველოში, თბილისში ბევრი პატარა მაღაზია არსებობდა. ქალბატონი იმის, ბატონი ამის უბნებზე მუშაობდა, ესენი დამთავრდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ ვალდებულება გაქვს იმ ფაზზე ნაკლებად არავის არ მიცე, რასაც მაგათ აძლევდა, ეს აქციების ხარჯზე ხანდახან უფრო დაბალია ფასი ვიდრე იქ მიწოდების და ამიტომ ეს უკვე დიდი ხანია ეს პროცესი მიდის და მათ დაიწყეს უკონტროლო. აბსოლუტურად უკონტროლოს არ გულისხმობ ხა ჩვენი მხრიდან კონტროლს ან ვინმეს მხრიდან მათი შიდა, მაგრამ ბაზრის მოთხოვნების მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის გადმოსახედიდან უკონტროლო გაზრდა მაღაზიების რაოდენობის. 10 მკითხეთ. როგორ ფიქრობთ, ეს მაღაზიები ყველა მოგების აგენიერებს? ხო, მე როგორც ბიზნესმენი და ასე ვთქვათ, ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებლობის მქონე კაცი ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა, მაგრამ აშკარაა, რასაც ვხედავთ ყველანი, როგორც მომხმარებლები ჩვეულებრივად, განსაკუთრებით საღამოს საათებში, რომ იქ ორი კაცი დგას და მოლარე და დამლაგებელი ერთი ადამიანი ყავთ. ეს რას ნიშნავს? ის თავის თავს ვერ ინახავს, მაგრამ აგერ არ არის მომწოდებელი და მისი კეშბექი.